დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაიკითხა. სწორედ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ემუქრება ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა. საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. სასამართლოს სხდომის დასასრულს ირაკლი დგებუაძეს კითხვები თავად მზია ამაღლობელმა დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა ზიანი მიაყენა მან დგებუაძეს ისეთი, რომ სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირდა. ნახეთ, ამაზე არაერთხელ ვისაუბრე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ირაკლი დგებუაძის როგორც პიროვნების მიზანი თქვენი საფრთხეში ყოფნა არასდროს არ ყოფილა. ფაქტი, რომ ჩემი აღქმით, რა თქმა უნდა, უდანაშაულო ფაქტი ჩემი აღქმით, რომ თქვენ ჩაიგინეთ დანაშაული და პოლიციის თანამშრომლებს მიზან მიმართულად სახეში ხელი დააკრით, ეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით. მე მესმის, რომ მორალურად და საზოგადოებისთვის ცოტა რთული აღსაქმელია ეს ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე და მე გულწრფელად გეუბნებით, რომ მე თქვენ არ გისურვებთ, რომ საფრთხეში იყოს არც 4 წელი და არც ერთი დღე, მაგრამ სამართლებრივად ეს თქვენ უნდა მოიპოვოთ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით და ამ არასწორი სტრატეგიით მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი დგებუაძის ანტი-პიარი მიდის და ირაკლი დგებუაძე პიარზე ნაკლებად ნერვიულობს. პროფესია მას ისეთი არ მადარდებს, ეხლა ტელევიზორში მე ლოკაციითელს მაჩვენებენ თუ არა. და თქვენი სამართლებრივი, თქვენი განთავისუფლებისთვის ეს სტრატეგია არ მუშაობს. და არსებობს რაღაცა მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ თქვენ შეძღოთ, პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის ისე, რომ 4-დან 7 წლამდე არ იცდეთ საპროფილეში. ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი. დაცვის მხარის კითხვებზე პასუხისას ირაკლი დგებუაძემ თქვა, რომ მან ამაღლობელის მიერ დარტყმული ხელით ტკივილი განიცადა. მედია მენეჯერის ადვოკატი მაია მწარიაშვილი მისი აწითლებული ყურითაც დაინტერესდა. ჩემი აზრით, რა მე ხო ის ძალებს ვერ გამს. ჩემი აზრით დავაყავ, მაგრამ რაც დაგაწყათ, დაგაწყათ, ეგ იყო. და სამიერი წილი იყო, ხო? დაგვის მომენტში. ამაზე მეტად სამიერი წილი მოგაყენათ, მაგრამ გაწითლებული ლოყა ჰქონდა 15-20 წუთის განმავლობაში. გაახლოებით ხო, ესე იგი, იმიტომ რომ თანამშრომლებმა მაგალითად რამოდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ ყურზე სიცოცხლე აქვს და შესაბამისად ესე იგი მქონდა, ეხლა მე ვხედავდი, მაგრამ მე დაახლოებით 9 საათის შემდეგ ვნახე, რომ რეალურად აი ყურის მიდამოში მქონდა სიცოცხლე. ცერკო მე ვკითხავ, ბატონო ირაკლი, ყური ეხლა ციხეა ხო? ეხლა ცხელაძე. ზუსტად არ ტექნიკა. მაშინ იანვარი იყო სხვადასხვა ემოციები. იანვარში არ ცხელობდა, ხო, ლოგიკურად. ციოდა? მე მინდა იქ სიცივის საშუალებას მიგმოხსენებთ ალბათ. მაშინ ცხელოდა, რომელიღაც ემოცია. ძალიან სასამართლოს მაშინ მარცხენაც მექნებოდა გასაგები, ხო ეს მარტო სამხარეს ხო არ გამიცდილდებოდა ლოგიკა. სამხარეს რა, ყური გასაგები და რასაც იგურა. აქედან შეიძლება ვერ ხედავ. დაცვის მხარის კითხვებზე პასუხის გაცემამდე ირაკლი დგებუაძემ ბრალდების მხარეს უპასუხა. მან ამაღლობელის მიერ მისთვის სახეში გარტყმის მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ ფაქტამდე ჟურნალისტს აგრესიული განწყობა ემჩნეოდა. მისივე შეფასებით მას ამაღლობელისგან სილის გაწვნა არ დაუმსახურებია. სახეზე ვატყობ ძალიან აგებობას, აგრესიას, ეს ტემპლიც ეხლა შეიძლება ქალბატონია და რაც არ შემშინებია ამ ტემპლის, მაგრამ ბუნებრივია
დაბინახე რომ აგრესიულია ძალიან. რა და იმდენად აბსურდული მოთხოვნა ქონდა ეხლა როდის ანთავისუფლებ ჩემს ოჯახის წევრს და თან ამას აგრესიულად ითხოვ ჩავთვალე რომ იმ მომენტში მასთან კონკრეტულად საუბარს აზრი არ ქონდა და დავაპირე წასვლა აქციის წევრების ძირითადი ნაკადი ცოტა მოშორებით და დაახლოებით 10 მინუტში. რომ იქ იდგნენ ძირითადად ორგანიზატორები, მე ხალბატონი მზია მანამდე არასოდეს ამ აქციების ლიდერად არ ქონია წარმოდგენილი ჩემს თავში. მეთქი იმათ გავესაუბრები, ვინც ძირითადად ლიდერები არიან აქციის, რომ რაღაცა დამეხმარება სიტუაციის დამშვიდობაში. ამ დროს მოულოდნელად პოლიციის კურსის ქაჩავს, ეუბნება ფრაზას, რომ მე რომ დამაკავეთ და ამ მოქაჩვის დროს ესეც კი ძალიან გამიკვირდა რა, იმიტომ რომ არც მორალურად, არც ჩემი ქმედებებით, არც ჩემს მიერ გასცემული არც ბრძანებით, არც მან რომელიმე ქმედებით, თუნდაც ეს შეურაცხყოფა არ გამიმსახურებია, რომ პოლიციის ქურთუკით ესე ვიღაცა მომკაჩოს და გაუცებულმა შევხედე აი მის ხელს, რომ რატო შვება. შენიშნის მიცემას ვაპირებდი, რომ ესე მოიცემა, შენიშნის მიცემა არ დამცავდა. ბაშკი ხელი დამარტყა სახის არეში. სხდომაზე საუბარი დგებუაძემ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოში დაწყებული აქციების გახსენებით დაიწყო. მან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის გრიგოლ ბესელიას მსგავსად თქვა, რომ აქციის მონაწილეებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და დემონსტრანტებთან ერთად ყავას სვამდა. მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ რაიმე სახის აგრესია არ გამოვლენილა და ისინი პირიქით მოქალაქეების უფლებებს იცავდნენ. პროცესის დროს დგებუაძეს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მალხაზ არევაძემ დგებუაძეს მისი ნათქვამი შეუსწორა. მოსამართლე ნინო სახელაშვილისგან მიღებული შენიშვნის შემდეგ კი თქვა, რომ ის დგებუაძის ქმედების გამო დაზარალებული იყო. ბათუმის პოლიციის უფროსმა არევაძეს ჯამბაზი უწოდა. დამოკიდებულება აქციის წევრებსა და ჩვენს შორის მიუხედავად გარკვეული ასთა სხვადასხვაობებისა, რაღაცა ვისაუბრია, გვიკამათია კიდეც კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა არასდროს ეს არ გამხდარა არც ჩემი მხრიდან და არც პოლიციის მხრიდან რაიმე აგრესიის საფუძველი პირიქით. რაც დამემოწმებიან ალბათ ბევრი ძიან დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც შემსწრე იყვნენ კონკრეტულად მაგაზეც ვისაუბრებ. თუ იყო მსგავსი ფაქტი. ბატონი ერთი ცნობის დარბაზიდან ახლა ვინ წამოიძახა ამ წამს? მე ვარ სახელი გაგვაქვს. მალხაზ ერევაძე დასარალებული ბატონი ბატონი მალხაზ ერთი არ მიკითხავს ყველაფერს გარდა არ მიკითხავს ბატონო მალხაზ არ მიკითხავს ყველაფერს გარდა სახელის და გვარის არ პირადობა მიაწოდეთ მანდატორს ეხლა შემშვიდას მიხსენებ თუ რაიმე წამოიძახა გადაძევებ ცნობის დარბაზს. საბოლოოდ მალხაზ არევაძეს სხდომაზე გაკეთებული მორიგი კომენტარის გამო მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. ნინო სახელაშვილმა ასევე შენიშვნა მისცა ტელეკომპანია ფორმულას და პირდაპირ ტრანსლაციის შეწყვეტა მოსთხოვა. მოგვიანებით სახელაშვილმა ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაღების საშუალება აღარ მისცა და დარბაზი დაატოვებინა. მისი თქმით, მათ პირდაპირ ტრანსლირების უფლება არ ჰქონდათ. პასუხად დარბაზში მყოფმა ფორმულა ჟურნალისტმა თქვა, რომ არა ლაივის, არამედ ჩანაწერის ტრანსლაცია მიმდინარეობდა, რისი ნებართვაც ჰქონდა. პროტესტის მიუხედავად ჟურნალისტსა და ოპერატორს დარბაზის დატოვება მაინც მოუწიათ. სასამართლოს მიუხედავად არაერთი ვეღარ იყო სასამართლოს განმარტება, რომ მას არ ჰქონდა პირდაპირ ტრანსლირების უფლება დატოვოს ჟურნალისტის და ოპერატორის ცნობის დარბაზი. შესაძლოა არ გამოიწვიოს ხალხი ამ საკითხმა. დატოვოს ცნობის დარბაზი. დატოვოს ცნობის დარბაზი. დატოვოს ცნობის დარბაზი. დატოვოს ცნობის დარბაზი თქვენს და ოპერატორმა. დატოვოს სამჯერ მოგეცით შენიშვნა. შემოდიხართ პოლიციის ყეში. არც ერთი დატოვოს ცნობის დარბაზი დატოვოს. შესაბამისად მივწერეთ და დამიდასტურა რა. კი ბატონო დატოვოს. ტრანსლირებას ახორციელებთ ის უფლება არ გააჩნია. დატოვოს ცნობის დარბაზი. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს ორჯერ პირველად ადმინისტრაციული წესით, მეორედ კი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მას ირაკლი დგებუაძისთვის ცილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. თავად დგებუაძე მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილეობის გამო ესტონეთისა და ლიეტუვის მიერაა სანქცირებული.